ბორჯომი ჩვენი ქვეყნის უპირველესი, ყველაზე სახელგანთქმული და გამორჩეული სახელწოდებაა, რომელიც ქართული იდენტობის და სულის სამარკო ნიშნადაც კი იქცა. როგორც ქართული ბუნების, მთის, წყაროს და ხასიათის გამომხატველი. უპირველესად მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადაუხადო ბორჯომის მმართველ კომპანიას, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გაწია არსებული ბრენდის შემდგომი განვითარებისთვის 120 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა ამ საწარმოს აშენებისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნულმა საწარმომ გააჩინა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ არსებულ საწარმოში დასაქმებული 600 ადამიანიდან 600-ვე ბორჯომელია. ეს რა თქმა უნდა ხაზს უსვავს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას მათ შორის და უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიის და საწარმოს წილი ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში მზარდია. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები, ასეთი ინვესტიციები ჩვენთვის უდიდესი სტიმულის მომცემია, რადგან სწორედ ესეთი პროექტები ნათლად ანახებს სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის როლს. მათ შორის ხაზს უსვავს იმას, რომ სტაბილურია ბიზნეს გარემო, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან პოზიტიურია. ასევე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერობს რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში მაღალი ეკონომიკური ზრდით. სინერგია სახელმწიფო პოლიტიკასა და კერძო სექტორს შორის არის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და დინამიური ეკონომიკის ზრდისთვის და დღევანდელი ღონისძიებაც ვფიქრობ, რომ არის ნათელი კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას სწორ გზას, სწორი განვითარების გზას და ჩვენ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სტაბილურობა, მშვიდობა, სწორი ბიზნეს გარემო, რომელიც ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა დღითი დღე იზრდებოდეს.